ამ ვიდეო კლიპში მე მინდა გავაგრძელო წინა ორი ვიდეო კლიპი და ისევ შევეხო WEA ოპერატორის გამოყენებას Transact SQL მოთხოვნებში. ეს არის ნაწილი მესამე და მე აქ მინდა შევეხო გარკვეულ ოპერატორებს, რომლებიც გამოიყენება აი ამ WEA პირობით ნაწილში. მასალაში მოდით გადავიდეთ, ესე იგი კონკრეტულ მასალაზე. მე ახლა მინდა აი ამ ნაწილში შევეხო ისეთ საკითხს, როგორიც არის გარკვეული ესე იგი სახის მქონე სტრიქონების, ანუ მონაცემების ძიება. ჩვენ გამოვიყენებთ ისეთ ოპერატორს, როგორიც არის ოპერატორი like. აი like ოპერატორის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სტრუქტურის მქონე სტრიქონული მონაცემები მოვძებნოთ და შესაბამისად აი ამ ოპერატორის გამოყენებით შემიძლია გარკვეული სახით გავფილტრო გამოტანილი სტრიქონები, რომელიც გამოაქვს შესაბამის Transact SQL მოთხოვნას. ეხლა ოპერატორ like-თან ერთად გამოიყენება ცნობილი ესე იგი სიმბოლოები, რომელთაც ეწოდებათ wildcards, ასეთი სახელით არის ცნობილი, რაც ნიშნავს ფაქტიურად ჯგუფურ სიმბოლოებს. ჯგუფური სიმბოლოები სულ 4 სახისაა, რომელიც აქ გამოიყენება like-თან. ეს არის ესე იგი პროცენტის ნიშანი, რომელიც წარმოადგენს ფაქტურად ცვლის და გულისხმობს ნებისმიერ strings ნული ან უფრო მეტი რაოდენობის სიმბოლოებით, მაგალითად თუ მე მიწერია აი ესეთი ტიპის ესე იგი string-ი, მაგალითად მიწერია m და შემდეგ ესე იგი პროცენტის ნიშანი. ეს გულისხმობს, რომ აი ამ string-ის ესე იგი სტრუქტურა არის ასეთი, იწყება m-ით, რომლის შემდეგაც შესაძლებელია იყოს ნებისმიერი რაოდენობა ნებისმიერი სახის ესე იგი ტიპის სიმბოლოების. არის ასევე სიმბოლო wildcard-ი, რომელიც არის ასეთი ქვემოდან გახაზვის ნიშანი. ეს არის ფაქტიურად ესე იგი ნიშანი, რომელსაც ეწოდება underscore, ეს არის shift-ით აღებული დეფისის ნიშანი და შეესაბამება ნებისმიერ ერთ სიმბოლოს. მაგალითად, თუ მე მიწერია აი ესეთი string-ი, იწყება დავუშვათ ესე იგი რაღაცა betty და შემდეგ არის აი ეს underscore ნიშანი, ქვემოდან გახაზვისა და მიწერია მე აი ესეთი რაღაცა. მაშინ ეს string-ი ნიშნავს, რომ string-ში სულ არის 5 სიმბოლო და b-სა და q-ს შორის შეიძლება იყოს ნებისმიერი ერთი სიმბოლო. გარდა ამისა, ჯგუფურ სიმბოლოებს მიეკუთვნება კიდევ აი ესეთი სახის ესე იგი კვადრატული ჭხილები, რომელიც ისევ და ისევ ნიშნავს ერთ სიმბოლოს შეესაბამება, მაგრამ აი ამ კვადრატული ჭხილების საშუალებით მე შემიძლია დავაკონკრეტო დიაპაზონი, რომელ დიაპაზონში შეიძლება იყოს ის ერთადერთი სიმბოლო. აი მაგალითად, თუ მაგ ჩანაწერი ასეთი string-ი ასეთი თქვათ mn, მე მოდის ესე იგი მაგალითად ესე იგი bk და აი აქ არის ჩამოთვლილი შესაბამისად აი ესეთი სიმბოლოები, თქვათ a, b, f, l. ეხლა რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჯერ ეგეთი აი ეს არის ერთი სიმბოლო, რომელიც შეიძლება იყოს ან a, ან b, ან f, ან l. და შესაბამისად აი ეს string-ი შეიძლება იყოს ან mn a bk, mn b
ბეკა და ასე შემდეგ. სულ შესაძლებელია გქონდეს 4 სხვადასხვა განსხვავებული, ესე იგი, მნიშვნელობა. ანუ დიაპაზონი და კონკრეტული მნიშვნელობები, აი რომელიც შეიძლება იყოს აი აქ მესამე ადგილზე, აი ამ 5 ადგილიან სტრინგში, განისაზღვრება ზუსტად აი ამ კვადრატულ ფრჩხილებში მყოფი სიმბოლოებით. და კიდევ ერთი ასეთი wild card სიმბოლო, ეს არის ესე იგი კვადრატული ფრჩხილები და როდესაც გამოიყენება აი ეს ახარისხების ესე იგი ნიშანი, ეს არის shift 6-იანი, ესე იგი 6-იანი ზემოთ არის ეს შესაბამისი ნიშანი, რომელიც ნიშნავს არას. ესე იგი ეს ბოლო wild card-ი ფაქტიურად ნიშნავს, რომ სიმბოლო ესე იგი რომელიც გვხვდება ჩვენ სტრინგში, არ შეესაბამება იმ სიმბოლოებს, რომლებიც ჩამოთვლილია აი ამ ნიშნის ესე იგი შემდეგ. აი მაგალითად ესე იგი, მე შემიძლია ესეთი მაგალითი მოვიყვანო. თქვათ, მე მაქვს ასეთი სტრინგი. ესე იგი რაღაცა A D, შემდეგ მოდის აი ეს ჭრილები, კვადრატული რა თქმა უნდა და წერია J. და წერია შემდეგ, ესე იგი დავუშვათ აი ესეთი რა. ეს ნიშნავს, რომ აი ეს სტრინგი, აი ამ განზოგადოებული ესე იგი სიმბოლოს გამოყენების შედეგად არის ჯერგერთი ესე იგი X სიმბოლოიანი, 1 2 ეს არის 3 4 5 6 სიმბოლოიანი, თანაც მესამე ადგილზე შეიძლება იყოს ნებისმიერი სიმბოლო გარდა G-ს. ანდა მაგალითად აი შემიძლია დავამატო გარდა G-ს და გარდა მაგალითად ესე იგი V-ს. მე შემიძლია ვთქვა კიდევ ერთი რამ ამ სიმბოლოების შესახებ. აი მაგალითად, აი ეს მე შემეძლო ეკვივალენტური სახით ჩამეწერა ასე. ესე იგი შესაბამისად აქ ჩვენ გვაქვს MN და აი აქ ჩამომეთვალა ეს სიმბოლოები A, B, ესე იგი F, L და B, K. აი ეს ორი ჩანაწერი ერთ და იგივეა. რეალურად ესე იგი შეგვიძლია აი აქ მძიმეები გამოვიყენოთ და შეგვიძლია არ გამოვიყენოთ. იგივე თქვათ აი აქ შემეძლო ასეთი სახით ჩამიწერა. იგივე ეკვივალენტური სახით ეს სტრინგი. ეს შეიძლება ჩაწეროთ აი ასე. A, D და აი აქ ერთხელ გამოიყენოთ მარტო ეს ნიშანი და ჩაწეროთ G, V. მათ შორის მძიმე რომ არ იყოს. ეს არის ეკვივალენტური ჩანაწერი. ანუ ეს კი, ეს გამომრჩა მე ბუდის ვიხდი, აი მივამატოთ ის რაც არის წინა სტრინგში. და აი ეს ორი სიმბოლური სტრიქონი, ესე იგი ფაქტიურად რომელიც ახლა მომოვნიშნე, ერთ და იგივეს ნიშნავს. ეს არის ესე იგი ისევ და ისევ 6 სიმბოლოსგან შემდგარი სიმბოლური სტრინგი, რომელიც იწყება AD, ასეთ იმით, თარდება SER და მესამე ადგილზე გვაქვს სიმბოლო, რომელიც არ ემთხვევა არც G-ს, არც V-ს, ნებისმიერი სხვა შეიძლება იყოს. მოდით ახლა შევხედოთ ეს როგორ გამოიყენება კონკრეტულად, ესე იგი მაგალითებში. ავამუშავოთ ეს და დავინახოთ რა სახით მუშაობენ აი ეს 4, ასე ვთქვათ, wild card სიმბოლოები, ჩუქური სიმბოლოები, როგორ მუშაობენ კონკრეტულ მაგალითებში. მოდით აი მე ისევ დავუბრუნდები ესე იგი ცხრილს employees აი ამ ცხრილს და დავუშვათ მე ვწერ აი ასეთ მოთხოვნას select მაგალითად გამოვიტანოთ ყველას მეტი ამ ცხრილიდან მე ესე იგი პირდაპირ ესე იგი მიუნიშნებ აი მონაცემთა ბაზის სახელსაც, რათა არ გქონდეს ესე იგი ისე use ოპერატორის ან აი აქ კონტექსტის გადართვის ესე იგი პრობლემა. და მე ვაყენებ ახლა ასეთ ფილტრს. Where და აი მოდით დავიწყოთ ესე იგი სახელით ისე. აი სახელით გავფილტროთ, დავაყენოთ აი ამაზე. მე ახლა აი აქ შედარების ოპერატორს კი არ მიყენებ.
ტოლობის ნიშანს ან მეტობის ან რაღაცა ესეთი სახის რაც ადრე ჩვენ განვიხილეთ. არამედ ვწერ ოპერატორს like არის როგორც. და აი აქ უნდა დაფიქსირდეს ახლა კონკრეტული stringi, რაღაც აი ამ ჯგუფური სიმბოლოების wild card-ების ესე იგი გამოყენებით, რომელიც გვიჩვენებს ესე იგი სტრუქტურას, როგორი შეიძლება იყოს ესე იგი მნიშვნელობა, ესე იგი აი ამ first name switch-ი. იმისათვის რომ აი მაგალითი კარგი შევასრულოთ, მოდი ჯერ დავინახოთ ესე იგი აი როგორი სახის სახელები გვხვდება ჩვენ აი ამ switch-ი. მე ახლა შევასრულე მარტო აი ეს ნაწილი რაც მოვნიშნე. მოდით აი შევხედოთ, აქ არის სახელი n და აქ არის სახელი Andrew. მოდით ახლა მე ასე ვთქვათ სტრუქტურას შევქმნი. დავუშვათ მე მაინტერესებს რომ გამოვიდეს ისეთი სახელები, სადაც ესე იგი რომელთაც აქვს ასეთი სახე. n დავწერე, მერე მოდის ესე იგი სიმბოლო, ერთი სიმბოლო, რომელსაც მოყვება ნებისმიერი რაოდენობის სიმბოლო, მაგრამ აი ეს მესამე სიმბოლო უნდა იყოს დავუშვათ ან d, ან კიდე n. საიდან ვადგენ მე ამას? აი მე მინდა რომ ეს ორი სტრიქონი. Andrew ჯდება ამაში, რატომ? პირველი 200 ემთხვევა, მესამე 100 შეიძლება იყოს ან d, ან n, ამ შემთხვევაში d არის და მესამე 100 შემდეგ ნებისმიერი რაოდენობა ასოების. ნუ ამ შემთხვევაში R E W 3 ასო ხდება. და აი ამ სტრუქტურისა ასევე აი ეს სახელიც აი საბოლოო სტრიქონში n. n-იც ესე იგი დააკვირდით. პირველი ორი სიმბოლო ემთხვევა, მესამე სიმბოლო არის n-ი, ერთ-ერთია d და n-დან და იმის შემდეგ ესე იგი ნებისმიერი რაოდენობა ნებისმიერი სიმბოლოების. ასე რომ ემთხვევა ეს ყველაფერი. მოდით აი შევასრულოთ ახლა ეს. მე ვასრულებ ამას. და ხედავ, რომ გამოდის მართლაც მხოლოდ ორი ესე იგი სტრიქონი, რომლებიც აკმაყოფილებენ აი ამ ასე ვთქვათ პირობით ამ პირობას. ანუ first name არის ასეთი სტრუქტურის. აი ასეთი სტრუქტურის, როგორც აქ არის ესე იგი აღნიშნული. მოდით მე აი ამის კოპირებას ახლა გავაკეთებ და უბრალოდ დავინახოთ ესე იგი როგორ შემიძლია გამოვიყენო ესე იგი პირიქით აი მე ასეთ სახით ჩავწერე ხო ჩავწერის რომ სხვა სტრიქონები გამოვიდეს როგორ აი აქ მაგალითად მივუნიშნებ აი ამ ნიშანს ეს გეს უკვე ფაქტურად ნიშნავს რომ სულ ყველა უნდა გამოვიდეს გარდა აი ამ ორისა მართლაც ესე იგი აი მე თუ ერთდროულად ესე იგი შევასრულებ ორივეს მე დავინახავ რომ აი ამ ორ პანჯარაში ესე იგი გამოვა ესე იგი პირველ პანჯარაში იგივე შედეგი და მეორე პანჯარაში არ გამოვა არაფერი რა თქმა უნდა მაგრამ აი აქ მე თუ დავუსვი ოპერატორი not რა თქმა უნდა ეხლა უკვე გამოვიდეს მართლაც ესე იგი დანარჩენები პირველ შემთხვევაში არ გამოვიდა არც ერთი როდესაც მანამ not ოპერატორს ესე იგი მოვიხმარდი რატო იმიტომ რომ like აი ესეთი რო იწყებოდეს ისევ n-ზე არა გვაქვს მაგრამ not like ასეთი ზუსტად ნიშნავს რომ რაც იქ გამოვიდა იმის საპირისპირო გამოვიდა და ქვემოთ ანუ ჩვენ ესე იგი ზემოთ პირველი მოთხოვნის შესრულების შედეგად გამოვიდა ორი სტრიქონი ხოლო მეორე მოთხოვნის შესრულების შედეგად ესე იგი თუ დააკვირდებით ესე იგი გამოვიდა ერთდროულად სულ. მოდით აი დავფიქრდეთ. რატომ მოხდა ასე, რომ not like. აი ამან, ესე იგი, იმოქმედა ისეთი სახით, რომ ფაქტურად Andrew-ს და N-იც გამოიტანა. რა თქმა უნდა, თქვენ უკვე მიხვდით, რომ ეს სიტუაცია განხორციელდა იმიტომ, რომ ჩვენ აი აქ დავაყენეთ ესე იგი უარყოფა და შესაბამისად ესე იგი უარყოფისა მოგვცემდა აი ამ შედეგს, მაგრამ თუ აქ ჩავხსენი მე ახლა ეს უარყოფა. მე დავინახავ
შესრულების ესე იგი შედეგად ერთ შემთხვევაში გამოდის 2, მეორე შემთხვევაში საპირისპირო სიტუაცია, ანუ 7 იმ 9-დან. კარგი, შეიძლება ეს მაგალითი აი იმ ნიშნის გამოყენებით, ესე იგი უარყოფის ნიშნის გამოყენებით არ იყო მაინც აი ესეთი კარგი, მაგრამ მე ახლა აი ესეთ მოთხოვნას ჩავწერ. აი მოდით first name იყოს ესე იგი like ჩავწეროთ და აი აქ ჩავწერ ესე იგი პირველი ასო იყოს არ იყოს უბრალოდ იქ მე ვიცი რომ მარგარეტ არის ესე იგი სახელი არ იყოს ესე იგი ემი არ იყოს ა მოდით ეს შევასრულოთ აი მე ჯერ ამ ნაწილს შევასრულებ დავინახოთ ესე იგი რეალურად ესე იგი და ეხლა მე უკვე ვხედავ რომ აი ამაში ეხლა ყველა გამოტანილი რა თქმა უნდა ეს ნაწილი შევასრულებ მაგრამ აი ესეთ სტრუქტურაში რომელიც სახელები არ ჯდება აი დავაკვირდეთ ესე იგი პირველი არ უნდა იყოს ემი არ უნდა იყოს ა პირველი არ უნდა იყოს ემი აი ეს 2 და არ უნდა იყოს ა დანარჩენი ნებისმიერი რაოდენობა ნებისმიერი სიმბოლოებისა ეს კი პირველი სიმბოლო არ უნდა იყოს. ანუ ფაქტურად მოიჭრება აი ეს და ეს. მოდით აი შევასრულოთ და დავინახოთ ესე იგი სულ არის 9, უნდა გამოვიდეს სულ 5, რადგან 4 უნდა მოიჭრას. დიახ, ასეც არის. არ გამოვიდეს ზუსტად ის სახელები, რომლებიც ჩვენ ესე იგი მოვითხოვეთ. ეხლა განვიხილოთ როგორ მოქმედებენ აი ეს ასე ვთქვათ wildcard სიმბოლოები, როდესაც ჩვენ მუშაობთ არა სიმბოლური სტრიქონების ესე იგი ტიპზე, არამედ მოდით რიცხვით ტიპებზე, მაგალითად int-ზე. int აი ამ ტიპზე, employee ID. ანუ მოდით აი ჩვენ ახლა აი აქ აი ამ first name-ის ესე იგი ნაცვლად ფილტრი დავადოთ employee ID-ზე. employee ID სვეტზე და მოვითხოვოთ like და აი აქ ახლა ჩვენ უნდა ჩავწეროთ გარკვეული ესე იგი string-ი, რომელსაც ექნება ისეთი სტრუქტურა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და რომლის მიხედვითაც მოხდება სტრიქონების გამოტანა. მოდით აი გავიხსენოთ ისე რა სიტუაცია აი ამ employees მონაცემთა ბაზაში მე ვხედავ რომ employee ID იცვლება 1-დან 9-მდე და მოდით ჩვენ აი ასეთი ასე ვთქვათ სტრუქტურა ავიღოთ. დავუშვათ ესე იგი. მე არ მინდა რომ იყოს ესე იგი 1 2 3 და მინდა რომ შემდეგი ნებისმიერი ასე ვთქვათ რაოდენობა ნებისმიერი სიმბოლოებისა. ეხლა საინტერესო რა არის? აი ეს არის int ტიპისა. აი ეს რაც აქ გვიწერია ფაქტიურად ესე იგი. ეს არის ფაქტიურად სიმბოლური სტრიქონი. როდესაც ვიყენებ მე ოპერატორს likes ვეა კონსტრუქციაში. აი ეს ნებისმიერი სხვა ტიპის მონაცემები დაიყვანება ხდება მათი დაყვანა სიმბოლური სტრიქონების ტიპზე და მე ხორციელდება შედარება აი ამ ოპერატორით ესე იგი like. მოდით შევასრულოთ ახლა ეს ჩვენ. დავინახეთ რომ მართლაც 1 2 3 არ გამოვიდა, დანარჩენი ყველა გამოვიდა. შეიძლება ეს მაგალითი აქაც არ არის. მაინც აი ესეთი კარგი, მაგრამ მე ახლა შემიძლია ცოტა უფრო რთული მაგალითი განვიხილოთ, მაგალითად შეკვეთების ესე იგი ცხრილი ავიღოთ. შეკვეთების ცხრილში თუ მე გამოვიტან ესე იგი სულ ყველა სვეტს და ყველა სტრიქონს
მე უბრალოდ აი ამის კოპირებას მოვახდენ აქ და შემდეგ გადმოვიტან აი აქედან ცხრილის სახელს და შესაბამისად წავშლი რათა არ მომიხდეს, ესე იგი, არ დავიწყო ახლიდან ყველაფრის, ესე იგი, აგრეფა. და მოდი ჯერ შევხედოთ შიგნით, ესე იგი, მონაცემებს გავიხსენოთ. აი, მონაცემები შიგნით ასეთი სახისაა. order ID აქ უფრო დიდარი რიცხვია, ხუთნიშნა რიცხვია, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, სადაც ის 1-9-მდე იცვლებოდა. order ID ისევ და ისევ integer ტიპისაა და მოდით აი აქ უფრო დიდარი სახით, ესე იგი, ჩავწეროთ როგორი სახის, ესე იგი, სტრიქონები მჭირდება, როგორი ასე ვთქვათ, რომელიც განისაზღვრება აი ამ where ესე იგი პირობით, რომელშიც გამოყენებული იქნება like და while კადები. აი მოდით ჩავწეროთ ესე იგი where მე ვწერ ესე იგი filters გაფილტრა ხდება order ID-ით მე ვწერ like და მოდით აი აქ ჩავწეროთ ასეთი რამე. დაუშვათ აი მე მინდა გამოვიტანო მაგალითად მხოლოდ ისეთი ნომრები, ისეთი სტრიქონები, რომელთაც order ID-ში აქვთ შემდეგი სახის მნიშვნელობა. მაგალითად ჩავწეროთ რომ იყოს აი ასეთი ერთიანით იწყებოდეს, მერე მოდიოდეს ნებისმიერი ესე იგი ნებისმიერი სიმბოლო არ მაინტერესებს, ამიტომ ესე იგი underscore ხმარობ. მერე მოდიოდეს მესამე სიმბოლო იყოს მაგალითად ესე იგი 3 მერე მოდიოდეს ესე იგი ნებისმიერი სიმბოლო ეს არის უკვე მეოთხე სიმბოლო და ბოლოვდებოდეს ახლა 5 სიმბოლოიანი რიცხვებია აი აქ ბოლოვდებოდეს მაგალითად ყველა 9-იანს. აი ასეთი სახის ასე ვთქვათ გაფილტრა მინდა განვახორციელო. ესე იგი გამოვა მხოლოდ ის სტრიქონები აი ამ ესე იგი მოთხოვნის შესრულებისას. სადაც ესე იგი ამ სტრიქონებში ესე იგი order ID switch-ი მნიშვნელობა ექნება და ესეთი სტრუქტურის. ესე იგი დაიწყება ერთიანით, მეორე სიმბოლო ნებისმიერი სიმბოლოა, მესამე სიმბოლო 3 იქნება, მეოთხე ნებისმიერია და ბოლო არის 9-იანი. მოდით შევასრულოთ და ვინახოთ ესე იგი სულ მანამ ამას შევასრულებთ, ნახოთ რომ აი სრული რაოდენობა სტრიქონების აი აქ 830-ია. მე ვასრულებ ამას. ესე იგი და მე ვხედავ რომ სულ 10 სტრიქონი გამოვიდა. აი რომელთა სახეც ემთხვევა აი ამ სქემატურ ასე ვთქვათ სტრუქტურას. ერთიანი პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე ნებისმიერი შეიძლება შეგვხვდეს, მესამე ადგილზე უნდა იყოს 3-იანი, მეოთხე ადგილზე ნებისმიერი შეიძლება იყოს, ხოლო ბოლოში აუცილებლად 9-იანი. სულ ასეთი სტრიქონების ესე იგი რაოდენობა არის 10. ნუ როგორც ხედავთ, ჩვენ შეგვიძლია ეს like ოპერატორი თავისუფლად გამოვიყენოთ ისეთ ესე იგი ზუსტ რიცხვით მონაცემთა ტიპთან. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენეთ ტიპთან int და დავაყენეთ ფილტრი order ID-ზე. და ვნახეთ აი ეს ესე იგი როგორ მუშაობს აი ამ სიტუაციაში ეს. ეხლა მე მაინტერესებს, შემიძლია თუ არა გამოვიყენო აი ეს like ოპერატორი და შესაბამისი while კადები, როცა საუბარი არის ისეთ მონაცემთა ტიპზე, როგორიცაა თარიღისა და დროის მონაცემთა ტიპები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ესე იგი, როდესაც მე ვიყენებ where სტრუქტურაში ესე იგი likes და while კადებს, ანუ აი ამ ჯგუფურ სიმბოლოებს, ხდება ასეთი რამ. აი ის სვეტი, რომლის შედარებაც ხდება აი ამ განზოგადებული სტრუქტურის მქონე string-თან,
აი ეს სვეტი დაიყვანება string-ზე. სიმბოლურ ტიპის მონაცემებში ხდება მისი გადაყვანა. იმისათვის რომ ჩვენ ახლა აი ეს ასე ვთქვათ სტრუქტურა ჩავწეროთ ისეთი სვეტისთვის, რომელშიც ჩვენ გვაქვს date time ტიპის მონაცემა, მაგალითად odd date-ისთვის. დავაღენო აი აქ მე ფილტრი. მე უნდა ვიცოდე, როგორი სახით გადადის odd date, ანუ აი ეს date time მონაცემთა ტიპი, როგორი სახით გადადის, ესე იგი როგორი სახე ექნება თუ მას გადავიყვანთ სიმბოლურ სტრიქონში. გადაყვანისთვის, ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ესე იგი სპეციალური ფუნქცია, რომელიც არსებობს SQL Transact SQL ენაში და გამოიყენებს Microsoft-ის SQL სერვერი მონაცემთა ბაზების პარკის სისტემა. ეს არის ფუნქცია convert ფუნქცია. ამ ფუნქციას გააჩნია ორი არგუმენტი. ესე იგი, მე ასეთი სახით ჩავწერ, ესე იგი, convert და ორი არგუმენტი. პირველი არგუმენტი ეს არის, ესე იგი, ის მონაცემთა ტიპი უნდა დავასახლოთ, რომელშიც გადაგვყავს. აი მაგალითად, ესე იგი, მე ეხლა date times ესე იგი, მინდა date time-ის გადაყვანა რაში? აი ასეთ სიმბოლურ სტრიქონში. მოდით, სვლადი var char ავიღებ 200. არ ამგონია, რომ აი ესეთი ტიპი რომ გამოვიყენო და გადავიყვანო date time ასეთ ტიპში. არ ამგონია, რომ შესაბამისად ესე იგი არ მოხდეს მისი კონვერტაცია, იმიტომ რომ 200 სიმბოლოს ვიყენებ მე რეალურად ეს კონვერტაციის დროს. მოდით ახლა აი აქ მე ასეთ რამეს ჩავწერ. მოდით მე გამოვაცხადებ ცვლადები იწყება აი ამ et ნიშნით. ცვლადს, რომელსაც დავარქმევ, ესე იგი მოდით ასეთ სახელს date time სახელს. ამ ცვლადის ტიპი არის ესე იგი date time სისტემური date time. მე მოდით მივანიჭოთ ესე იგი ამ ცვლადს ნიშნულობა კონკრეტული ნიშნულობა რომ მივანიჭო მე უნდა ჩავწერო ასეთი სახით აი წერ მე მაგალითად 2011 წლის 32 თვის 31 რიცხვი. ანუ ეს არის 31 დეკემბერი და დავუშვათ ახალ წლამდე დარჩენილია სადღაც ესე იგი რაღაცა წუთები და წამები. აი მე ასეთ ნიშნულობას ვანიჭებ. და შემდეგ ესე იგი გამომაქვს select კონვერტირებული ესე იგი სიმბოლ სტრიქონში გადაყვანილი ნიშნულობა აი ამ ცვლადისა date time. მოდი შევასრულოთ და დავინახოთ ესე იგი როგორი სახე ექნება date time ტიპის ესე იგი ცვლადს როცა ის გადაყვავს სიმბოლურ სტრიქონში. მე ამას მოვნიშნავ და ვასრულებ. აი, ნახეთ, როგორი სახით ესე იგი იწერება. ესე იგი, იმისათვის, რომ მე გამოვიყენო ახლა ოპერატორი, ესე იგი, like where კონსტრუქციაში და განვახორციელო აი ამ ჯგუფური სიმბოლოების გამოყენება, რათა მეუნიშნო ესე იგი რაღაცა ზოგადი სახის სტრიქონი. მე უნდა გავითვალისწინო ის ამბავი, რომ შედარების დროს, როცა ხდება შედარება date time ტიპისა აი ამ string-თან, date time მონაცემთა ტიპი აი ესეთ სახის ჩანაწერში გადადის.
ამიტომ მე ახლა ამ შედეგს გამოვიყენებ და მოდით აი ჩვენი ესე იგი ცხრილიდან ოდეს აი ამ ცხრილიდან მე ახლა გამოვიდა მე ესე იგი ვწერ select მოდით სულ ყველა სვეტი ამ ცხრილიდან მე ჩამოვაგდებ რო აღარ ავყრიფო ახლიდან და ვაყენებ ფილტრს ასე where ფილტრი დგება აი ამ შეკვეთის განხორციელების სვეტის მიხედვით all the date ეს არის date time მაგრამ აი აქ მე ხმარობ ესე იგი like ოპერატორს და მოდით ჩავწეროთ ასეთი ესე იგი string იმის გათვალისწინებით რომ აი ესეთი სახეები აქვს ესე იგი მე ასეთი სახით ჩავწერ უყურეთ დაუშვათ მე მაინტერესებს ესე იგი ოქტომბერში განხორციელებული ესე იგი 1997 წლის ოქტომბერში განხორციელებული ყველა შეკვეთა. მაშინ მე შემიძლია აი აქ ჩავწერო ასეთი რამე. ოქტომბერ. მე ნებისმიერი სიმბოლოების ნებისმიერი რაოდენობა ჩავწერო 1997 და რახან დრო არ მაინტერესებს ჩავწერო ისევე ესე იგი პროცენტის ნიშანი, რომელიც ნიშნავს ნებისმიერი სიმბოლოების ნებისმიერ რაოდენობას. და მე თუ ამას შევასრულებ ასეთი სახის ესე იგი მოთხოვნას. მე მართლა დავინახავ, რომ გამოვიდა აი აქ all the date-ში სულ ყველა შეკვეთა, რომელიც აქ არის ესე იგი ახლა გამოსული, წარმოადგენს ოქტომბერში განხორციელებულ ესე იგი შეკვეთებს 1997 წლის. თანაც რამდენი ასეთ შეკვეთა, აი აქ მარჯვენა მხარეს ქვემოთ ჩანს რომ 38-იან და მესენჯების პანჯარა შეგვიძლია დავწუნდეთ რომ 38 ვთქვათ სტრიქონი დამუშავდა. ასე რომ აი like ოპერატორის გამოყენება შესაძლებელია მონაცემთა ტიპთან ესე იგი აი როგორც არის date time, ოღონდ აქ უნდა ვიცოდეთ რომ როდესაც like ოპერატორს ხმარობთ და ვადარებთ გარკვეული სახის ესე იგი აი ასეთ სტრუქტურას, string-ულ სტრუქტურას, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად როგორი სახის ესე იგი სიმბოლურ სტრიქონში გადადის date time მონაცემთა ტიპი. ჩვენ ეს დავადგინეთ აი ასეთი მარტივი კოდის ჩაწერით და დავინახეთ რომ სტრუქტურა არის ასეთი სახისა, რომელიც აი აქ არის ესე იგი მოყვანილი. აქვე მე მინდა კიდევ ერთი ოპერატორი შემოვიტანო. ეს ოპერატორი არის ასეთი distinct ოპერატორი და თუ მე distinct ოპერატორს ესე იგი ხმარობ select from კონსტრუქციაში, შესაძლებელია ესე იგი select from კონსტრუქცია იყოს გაფართოებული where პირობით distinct-ის გამოყენების შედეგად ჩვენ შედეგში გამოვიტანთ მხოლოდ განსხვავებულ სტრიქონებს, ერთმანეთსგან განსხვავებულ სტრიქონებს. აი მოდით ესე იგი შევასრულოთ, ჩვენ დავინახოთ როგორ მუშაობს ეს ოპერატორი ესე იგი distinct და განვიხილოთ ეს ყველაფერი მაგალითზე. აი მოდით მე ავიღებ ცხრილს, all the details. all the details ცხრილი არის 5 სვეტიანი. მოდით მე პირველ რიგში გამოვიტან ესე იგი ყველა სვეტს და ყველა სტრიქონს თქვენ ხედავთ რომ IntelliSense ესე იგი მუშაობს ესე იგი all the details და შესაბამისად ესე იგი IntelliSense-დან არჩეულში უკვე მშვენივრად ჩაიწერა კვადრატულ ფრჩხილებში, იმიტომ რომ აი თავისუფალი ადგილია გამოტოვილი ცარიელი ადგილი და უკვე სახელი არ არის რეგულარული. მოდით აი შევასრულოთ ეს და ვინახოთ ჯერ ესე იგი რა სიტუაცია გვაქვს ჩვენ აი ამ კონკრეტულ ესე იგი ცხრილში. მე ცოტა სემით ამხაჩავას. შევხედოთ. ჯერ ეგერთი. აი აქ ჩანს რომ 2155 ჩანაწერია. თან მე ვხედავ რომ ესე იგი აი პროდუქტების ID რო ავიღო, პროდუქტების იდენტიფიკატორი რო ავიღო, მე ვხედავ რომ აქ არის ესე იგი რიცხვები
პროდუქტის იდენტიფიკატორები მოყვანილი, რომლებიც შეგვიძლია ვნახოთ, ესე იგი, სხვა ცხრილში, ეს არის ცხრილი products, აი ამ ცხრილში. მაგრამ მნიშვნელოვანი ახლა ჩვენთვის იმისათვის, რომ distinct ოპერატორის მუშაობა გავარჩიოთ, არის ის, რომ მე აქ ვხედავ, რომ ზოგიერთ სტრიქონში, აი მაგალითად მეხუთე სტრიქონში და მეშვიდე სტრიქონში, აი ეს მნიშვნელობა არის ერთ და იგივე. ანუ მნიშვნელობები აი product ID-ში, ესე იგი პროდუქტის იდენტიფიკატორისა, ესე იგი მეორდება. ანუ მოდით ახლა მე აი ამ ჩემს მოთხოვნას ასეთი სახით, ესე იგი ჩავწერ. მოვითხოვ მარტო ერთი სვეტის product ID-ს გამოტანას. მოდით აი შევასრულოთ, ესე იგი აი ეს მოთხოვნა, რომელიც ახლა მე ჩავწერე აქ. აი მე ვასრულებ და ერთი სვეტი გამოვიდა, რომელიც ესე იგი მნიშვნელობები მეორდება. ანუ გვაქვს ფაქტიურად ერთნაირი სტრიქონები უკვე. აი ეს სტრიქონი, აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში და ეს სტრიქონი ერთნაირი. აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, მე რომ წინა სიტუაციაში სულ ყველა სვეტი გამოვიტანე, ეს მეხუთე სტრიქონი და მეშვიდე სტრიქონი ერთნაირი არ იყო. ისინი განსხვავდებოდნენ სხვა სვეტების მიხედვით, მაგრამ როდესაც მე ერთადერთი სვეტი გამომაქვს, უკვე ეს ორი სტრიქონი ერთნაირია. დაუშვათ მე მინდა რომ ერთნაირი სტრიქონები მხოლოდ ერთხელ გამომიტანოს. აი ამიტომ ჩვენ შეგვიძლია აი აქ თავიდანვე ვიხმაროთ, ესე იგი distinct ოპერატორი და უკვე აი ესეთი სახით შევასრულოთ ეს ჩვენი მოთხოვნა. კიდევ ერთხელ დავიმახსოვროთ, რომ აი ეს distinct-ის გარეშე შესრულებული შედეგი, ესე იგი გამოტანილი იყო 2115 ესე იგი სტრიქონი, რეალურად მართალი ერთსვეტიანი სტრიქონებია ყველა. მაგრამ მოდით ახლა აი ეს შევასრულოთ distinct-ის გამოყენებით და მე ვხედავ, რომ სულ 77 სტრიქონი გამოიტანა. თან ყველა სტრიქონი ერთმანეთისგან განსხვავებულია. და აი დარჩა product ID-ში მარტო ერთმანეთისგან განსხვავებული მნიშვნელობები. ანუ მე ახლა რაც გავაკეთე, გამოვიყენე ესე იგი აი ეს distinct და შედეგში, რა თქმა უნდა, დაფიქსირდა მხოლოდ ერთმანეთისგან განსხვავებული სტრიქონები. მაგრამ მე თუ აი აქ ისევ მოვითხოვე სულ ყველა ესე იგი სვეტის გამოტანა, აი დაგვიდგეთ, დაუშვათ მე ვითხოვ რომ სულ ყველა სვეტის გამოტანას, ესე იგი. და თანაც ვხმარობ distinct-ს. ან და მოდით ჯერ distinct-ი არ ვიხმაროთ, ისევ გავიხსენოთ, აგერ არის ესე იგი შედეგი ამის შესრულების 2115 ესე იგი სტრიქონი გამოვიდა. ეხლა ავიღოთ ესე იგი distinct და შევასრულოთ. მე ვხედავ რომ ისევ გამოვიდა 2115 ესე იგი სტრიქონი. რატომ? ისმის კითხვა. რატომ და ამ შემთხვევაში, როდესაც სულ ყველა სვეტი გამომაქვს მე, სულ ყველა სვეტი გამომაქვს. აი დააკვირდით, მართალია ეს მნიშვნელობები product ID-ში. ერთმანეთს ემთხვევიან, მაგრამ აი ეს ორი სვეტი ერთმანეთისგან განსხვავებულია. თუნდაც შეკვეთის იდენტიფიკატორით, იმიტომ რომ აქ არის 10249, აქ კიდე 10250. ანუ ამ შედეგში სტრიქონები წარმოადგენენ ფაქტიურად 5 სვეტიან მნიშვნელობებს. მართალია ერთ-ერთ სვეტში მნიშვნელობები დაემთხვა, მაგრამ სხვა სვეტებში მაინც განსხვავებულია. ფაქტიურად ეს არის მთავარი გასაღები და ყველა სტრიქონში ეს მთავარი გასაღები, აი აქ რაც არის მნიშვნელობა, ყველა სტრიქონს განსხვავებული აქვს. ამიტომ მე თუ გამომაქვს, ესე იგი, აი ეს მთავარი გასაღების, ესე იგი სვეტი, ესე იგი სტრიქონებში, ეს ნიშნავს, რომ ყველა სტრიქონი უკვე ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება. ამიტომაც რომ აი distinct-მა ფაქტიურად ვერ იმუშავა იმ თვალსაზრისით, რომ იგივე რაოდენობა 2115 გამოიტანა. ხოლო როდესაც მე აი აქ ესე იგი მხოლოდ ერთ სვეტს მოვითხოვ, მაგალითად ესე იგი product ID-ს, აი მეორე სვეტს. მაშინ რა თქმა უნდა, ის distinct-ი უკვე შვენივრად იმუშავებს, აი თუ distinct-ის გარეშე 2115 გამოვიდა, distinct-ის სიტუაციაში კიდევ ერთხელ დავინახოთ,
გამოვა მხოლოდ განსხვავებული ერთმანეთსაგან, ესე იგი სტრიქონები, აი ეს ერთსვეტიანი სტრიქონები, რომელთა რაოდენობა არის 77. ასე რომ, აი ეს ოპერატორი distinct-იც, ესე იგი, ვიცოდეთ, გამოგვადგება ჩვენ ძალიან ხშირად, როდესაც გვაინტერესებს განსხვავებული სტრიქონების გამოტანა. მოდით აბაზე მე ახლა გავჩერდები ამ ვიდეო მასალაში და ჩვენ გვექნება კიდევ შემდეგი ნაწილი დაკავშირებული VEA ოპერატორის ესე იგი გამოყენებასთან Transact SQL მოთხოვნებში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ცოტა უფრო რთული სახის VEA ასე ვთქვათ კონსტრუქციას, რომელიც ერთდროულად მუშაობს უფრო რთულ პირობებთან, ორ პრედიკატთან, სამთან, ანუ უფრო მეტთან, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული ოპერატორებით and და or ოპერატორი an. ამაზე უკვე მომდევნო ვიდეო ლექციაში ვისაუბრებთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. წარმატებებს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.